მეტი ტესტოსტერონი ნიშნავს უფრო მამაკაცურობას თუ უფრო აგრესიულობას თუ მეტ წვერს სახეზე თუ მეტ ლიბიდოს თუ უფრო წარმატებულობას ბევრი კითხვები არის ხოლმე ტესტოსტერონთან დაკავშირებით ადამიანები ფიქრობენ რომ ტესტოსტერონი განისაზღვრება ძალიან ბევრი მოვლენა კაცების შემთხვევაში განსაკუთრებით ამ ყველაფერზე ვისაუბრებ რამდენად სიმართლეა და ტესტოსტერონი რამდენად დიდ როლს თამაშობს ჩვენ ჩამოყალიბებაშიც და ყოველდღიურობაშიც და სასურველია თუ არა მოვიმატოთ ტესტოსტერონი როგორ მოვიმატოთ ბუნებრივად, არაბუნებრივად, შეიძლება თუ არა და ასევე იყო კითხვები ზრდის ჰორმონზე და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე რა განსხვავებაა? აი ამ ყველაფერს მოკლედ შევეხები. პირველ რიგში ან ტესტოსტერონი რა არის? კაცების ჰორმონია, ჰორმონი რა არის? პატარა ცილა წარმოიდგენს, რომელიც დადის ორგანიზმში, გამოიყოფა სათესლე ჯირკვლებში, ქალების ორგანიზმში გამოიყოფა საკვერცხეებში და თირკმელსა და ჯირკვალშიც მცირე ოდენობით. ქალებს აქვთ ბევრად ცოტა, კაცებს აქვთ ბევრად მეტი, ამიტომ ეძახიან კაცების სასქესო ჰორმონს, ამიტომ ეძახიან მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი რატომაც ეძახიან არის რომ კაცად განვითარებაში თამაშობს როლს, მოკლედ თავიდან გვაქვს ერთი სქესი მუცლადყოფნის პერიოდში და მე ტესტოსტერონი რომ მოქმედებს მასზე, დედის ორგანიზმში ჯერ კიდევ ეს ნაყოფი და მოქმედებს ტესტოსტერონის მასზე და მერე იცვლება როგორც კაცად ადამიანი რა. ანუ რომ თქვა თავიდან მოკლედ თავიდან ყველა გავს გოგოს. და მერე ხდება კაცი ტესტოსტერონი რომ მოქმედებს მასზე. მერე ხდება ბიჭი. სასქესო ორგანოები უყალიბდება ტესტოსტერონის გამო. ამიტომა ტესტოსტერონს ამ ხელმნიშნელობას ამიტომ ანიჭებენ მოკლედ. ხო, ეხლა ტესტოსტერონი მნიშვნელოვანია ასევე გარდატეხის ასაკში, ასაკის დაწყებაში თამაშობს დიდ როლს ტესტოსტერონის, სქესობრივ მომწიფებას რო ეძახიან და ამ შემთხვევაში გარდატეხის ასაკს არ შევეხები, უფრო დიდობას შევეხები. და რამდენად არის აი ის კორელაციები, რაც ვიცით ტესტოსტერონის შესახებ სიმართლე. პირველი არის და ერთ-ერთი ჭეშმარიტი კორელაცია რაც აქვს, არის აი ადამიანები, ვინც ცოტა ვარჯიშის შედეგად უფრო ადვილად დაკუნთულები ხდებიან, მათ უფრო მეტი ტესტოსტერონი აქვს. აი ამის თქმა არის სწორი საშუალოდ. ანუ ძალიან დიდი კორელაცია არ არსებობს, მაგრამ საშუალო კორელაცია არსებობს. რა თქმა უნდა შეიძლება ისედაც კუნთიანი იყოს ადამიანი, ბევრს რომობდეს, მუშაობდეს, ან ვარჯიშობდეს, იყოს კუნთიანი, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ცოტას ვარჯიშობენ და უფრო ადვილად მეტი კუნთები ადვილად ეზრდებათ. ეს ტესტოსტერონის დამსახურება. მეორე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, სინამდვილეში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი განსაზღვრელი კაცს აქვს თუ არა მაღალი ტესტოსტერონი, რაზეც მართლა ერთ-ერთი ყველაზე ბევრი კვლევა არსებობს, არის ლიბიდო. ანუ რაც უფრო მაღალი ლიბიდო აქვს კაცს, ეგ მეტად კორელაციაშია მაღალ ტესტოსტერონთან. ან მაღალ ტესტოსტერონი თუ აქვს მოკლედ კაცს, მაღალი ალბათობაა რომ მაღალი ლიბიდო ექნება. თუმცა აქაც არაა ეგრე პირდაპირ სწორხაზოვნად არაა რომ მაღალი ტესტოსტერონი ავტომატურად მაღალი ლიბიდოს ნიშნავს, ასე არა, იმიტომ რომ ადამიანზე მოქმედებს სტრესი, ძილი, ურთიერთობა, როგორი ურთიერთობა. ხო, ნუ ლიბიდო სქესობრივ ტოლობას ნიშნავს. და ეს ლიბიდო დამოკიდებულია და ტესტოსტერონი ერთმანეთთან კავშირში არა მარტო კაცის შემთხვევაში, ქალშიც ტესტოსტერონი განსაზღვრავს ლიბიდოს. ანუ ქალის სქესობრივ ტოლვასაც განსაზღვრავს ტესტოსტერონის დონე. ოღონდ არა მარტო. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ფაქტორია მათ შორის, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ტესტოსტერონი. შემდეგი არის ცხიმი. კაცებს, ვისაც ნაკლები ცხიმი აქვს, მეტი ტესტოსტერონი აქვს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავიდან მეტ ტესტოსტერონი ქონდა და ამიტომ არიან უფრო მეტად გამხდრები, თუმცა შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ პირიქითაც არის რა, რომ აი თუ სუქდები,
თუ სუქდები, მეტი ტესტოსტერონი გარდაიქმნება ესტროგენებად. ამიტომ რომ აი ალბათ შეიმჩნევათ რომ სულქანი კაცები ვინც არიან, ან უფრო პუტკუნა კაცები ვინც არიან, აი კანი უფრო გაუნაზდებათ ხოლმე და ესე რატო? იმიტომ რომ მეტი ტესტოსტერონი გარდაიქმნება ესტროგენად. ამიტომ მათი ტესტოსტერონი შედარებით დაბალია. და რაც მეტია ცხიმი, მოკლედ ნაკლები ტესტოსტერონი წარმოიქმნება. ის არის უარყოფითი კორელაცია არსებობს. მეტი ცხიმი ნიშნავს ნაკლებ ტესტოსტერონს. ამიტომ არის რომ თუ გინდა მეტი ტესტოსტერონი, უნდა ეცადო რომ იყო გამხდარი. ენერგია და ხასიათი, ხო, აი ამბობენ რომ აგრესიული ადამიანები არიან მაღალი ტესტოსტერონით, ენერგიული ადამიანები არიან მაღალი ტესტოსტერონით. რაღაც კორელაცია არის, მაგრამ სუსტი კორელაცია რა. აი თუ ვიტყოდით, თუ მაგალითად აი ლიბიდოზე არსებობს თქვა 50%-იანი კორელაცია, აი ამ ხასიათზე არსებობს 20%-იანი კორელაცია, რომ ნუ კი შეიძლება რომ მეტ ტესტოსტერონიანი კაცი უფრო მეტად შედარებით აგრესიული იყოს, უფრო შედარებით დომინანტური იყოს, შედარებით კონკურენტული, აი შეჯიბრებითობის ტიპი იყოს, შეიძლება, მაგრამ არ არსებობს რა ვთქვათ რომ რაღაც ეხლა დაინახე მაგალითად კონკურენციაში რომ შედის სულ ეგეთი ტიპი რა ადამიანი და თქვი რომ ეხლა ამას ტესტოსტერონი ექნება მაღალი, ეგრე არა. მაგრამ რაღაც მცირე კორელაცია შეიძლება იყოს. ის წვერზე ეხლა აი მაგალითად წვერის რამდენად ხშირად ამოგდის და სისქეზე და აქვე ვიტყვი ხმაზე. ეხლა მე არ მაქვს ბოხი ხმა და არის კორელაცია რომ სადაც სუსტი კორელაცია მანდაც რომ ოღონდ გარდატეხის ასაკში იმ ბავშვებს რომლებსაც უფრო მაღალი ტესტოსტერონი ჰქონდათ უფრო ბოხი ხმა. ერთ-ერთი კორელაცია ეს არსებობს. და არის წვერზე მაგალითად რომ ადამიანებს რომელსაც მეტი ტესტოსტერონი აქვს უფრო ხშირი წვერი აქვთ. მე არ მაქვს ბოხი ხმა, მაგრამ წვერი ძალიან იმდენიც ხარ ამომდის მაგალითად რომ ყოველ დღე მიწევს გაპარსვა და ძალიან შესაბამისად ანუ ერთი ამბობს რომ არ უნდა იყოს მაღალი ტესტოსტერონი, მეორე ამბობს რომ მაღალი ტესტოსტერონი უნდა იყოს, ანუ ურთიერთგამორიცხავი რამეებიც ხდება. ანუ ამის თქმა მინდა რომ ეს კორელაციები არ არის ძალიან ძლიერი, დაახლოებით არის 20%-იანი კორელაციაც. თუმცა მაგალითად ეს ხმის ტემბრი განსაკუთრებით აი ძალიან ბოხი ხმა ვისაც აქვს, აი მან უფრო ძლიერი კორელაცია რომ თუ ნახე ადამიანი ძალიან ბოხი ხმით ან ქალი ბოხი ხმით ძალიან მაღალი ალბათობით ორივეს შედარებით მაღალი ტესტოსტერონი ექნება. ოღონდ კაც შეიძლება ეხლა არ ქონდეს, მაგრამ ბავშვობაში ქონდა ის მაღალი ტესტოსტერონი. ანუ ეგ უფრო ბავშვობა გარდატეხის ასაკში ტესტოსტერონზე მიუთითებს მოკლედ ხმის სიბოხე, ვიდრე ეხლა, იმიტომ რომ გარდატეხის ასაკში სქელდება სახმოიოგები და ეგ იწვევს ბოხ ხმას. ეგ არის კორელაცია რაც ტესტოსტერონი და ხმის სიბოხესთან დაკავშირებითაა. რაც შეეხება წვერს, წვერი იმ სახეზე და მკერდზე. კორელაცია არსებობს, რაც მეტია ტესტოსტერონი, ადამიანს წვერის სახეზე და მკერდზე მეტი აქვს. ესეც არსებობს, თუმცა მანდაც ძალიან მაღალი კორელაცია არა, რომ ვთქვათ რომ ეს კანზე გამონაყარი და აკნე და ცხიმიანი კანი. რაღაც კორელაცია არსებობს, მაგრამ სუსტი კორელაცია. სიმაღლეზე საერთოდ არაა დამოკიდებული. ზოგი კვლევა ამბობდა რომ აი ტესტოსტერონი ადამიანები შედარებით უფრო დაბლები არიან. ხო, რაღაც კორელაცია არის, რაღაც კვლევები არის, იმიტომ რომ თქო ტესტოსტერონი რომ დიდ რაოდენობით გამოიყოფა, იკეტება მერე ის ძვლების ზრდა და ძვლების ზრდა რომ იხურება, ადამიანი აღარ იზრდება სიმაღლეში და ამიტომ ვისაც მეტი ტესტოსტერონი ქონდა, მან მალე დაასრულა ზრდა და შედარებით უფრო დაბლები არიან. ხო, რაღაც კორელაცია არსებობს, მაგრამ მანდაც არაა მნიშვნელოვანი კორელაცია, რომ ვთქვათ, რომ რაღაც ადამიანის შეხედვით სიმაღლის მიხედვით განსაზღვრა ამას მეტი ტესტოსტერონი ექნებაო, ესე არ არის ნამდვილად. იმ ძვლებზე. ეხლა დაბალი ტესტოსტერონი უდრის სუსტ ძვლებს. დაბალი ტესტოსტერონი უდრის
შედარებით ნაკლებ გონებრივ შესაძლებლობებს. ოღონდ ეს ქალებს არ ეხება კაცების შემთხვევაში ასაუბარი. დაბალი ტესტოსტერონი უდრის ნაკლებს სპერმატოზოიდებს, ანუ სპერმის წარმოქმნა მცირდება, მოკლედ როცა ტესტოსტერონი დაბალი აქვს. დაბალი ტესტოსტერონი უდრის გაზრდილ რისკს გულის დაავადებების და დაბალი ტესტოსტერონი უდრის მაღალი ტესტოსტერონი უდრის უпростоრად თმის ცვენას, ოღონდ მაღალი ტესტოსტერონი არა სისხლში, არამედ კანში. ანუ კანამდე რაც აღწევს ის ტესტოსტერონი, თუ ბევრი აქვს, თმები უფრო ადვილად ცვიდება ადამიანს, აი კაცის იმით გინახიათ ალბათ თმები როგორ ცვივათ ხოლმე კაცებს, აი ამებში რომ ცვივათ მეც და მეწყო. ხო, ეგეც კაცური ჰორმონის დამსახურება ბრჭყალებში. ხო, ამიტომ არის რომ კაცურ ჰორმონს თუ შეგვდავ თმის ცვენასაც აჩერებ. მაგრამ ხო, ამიტომ არ ხოლმე პერიფერიაზე ზღუდავენ კაცური ჰორმონის გარდაქმნას. ხო, მაგას ვისაუბრებ. ეხლა ერთ-ერთი მთავარი კითხვა ახლა რომ ბუნებრივად როგორ გავზარდოთ ტესტოსტერონი ჩვენში. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მასტიმულირებელი ტესტოსტერონის არის ვარჯიში. ვარჯიში სიმძიმეებით. ვაი ბუქნები, საკუთარი წონებით ვარჯიში, აზიდვები, აჯიმანიებს რო ეძახიან ეგეთი ვარჯიშები, გირებით ვარჯიშები, ძელით ვარჯიში და ასე. ანუ სიმძიმეებით ვარჯიში ზრდის ტესტოსტერონის დონეს. ოღონდ ტესტოსტერონი არ იზრდება, ესე არა რომ დღეს ვივარჯიშე და ახლა დღეს მთელი დღე ტესტოსტერონი მექნება, ესე არა, მაგრამ იზრდება დროებით. წუთებით, მაგრამ ზოგჯერ საათებითაც და თუ ხან ყოველთვის ვარჯიშობ, ხა ყოველ დღე თუ ვარჯიშობ, მაღალი ტესტოსტერონი ჯამში შენარჩუნებულია ამ ვარჯიშის ხარჯზე და ეგ ჯანმრთელობის ბენეფიტებს გაძლევს. მეტი ენერგია, გონებრივი შესაძლებლობები უმჯობესდება, ლიბიდო უმჯობესდება, ცხიმების წვა ძლიერდება, წონაში იკლებ უკეთესად, კუნთები გივითარდება უკეთესად, მეტი ენერგია გაქვს, мотивация მეტი გაქვს, რატო ტესტოსტერონი დოფამინის დონეს ზრდის. დოფამინი ზრდის ფოკუსს, мотивациას, სიძლიერეს და კარგად გრძნობ თავს. ძილი ზრდის. ძილი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი 7-დან 8-9 საათამდე ძილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სტიმულანტია ტესტოსტერონის. ანუ უნდა გეძინოს იმისთვის, რომ ტესტოსტერონი წარმოიქმნას ნორმალურად. სტრესი ერთ-ერთი ძლიერად აქვეითებს ტესტოსტერონს. მომენტალური სტრესი ზრდის ტესტოსტერონს, მაგრამ ქრონიკული სტრესი აქვეითებს. წონა დაიკლებ წონაში ტესტოსტერონი მოიმატებს. ძალიან მნიშვნელოვანია. თუთია, D ვიტამინი და ომეგა-3 ტესტოსტერონს ზრდის. მზეზე ყოფნა ტესტოსტერონს ზრდის. და კიდე სქესობრივი აქტივობაც ტესტოსტერონს ზრდის დროებით. ახლა ადამიანი იტყვის, რომ მოდი, აბა მივიღებ ტესტოსტერონს, მაგალითად ტესტოსტერონის ინექციებს მივიღებ, მოსულა, ანუ ნემსებს გავიკეთებ და კაია, არ არის კაი. თუ დადგენილია, რომ ადამიანს ტესტოსტერონის ნაკლებობა აქვს, მაშინ მისი მიღება შესაძლებელია და მიიჩნევა უსაფრთხოდ, თუ არა და ბევრი რისკები აქვს. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკი არის სათესლე ჯირკვლების ატროფია, ანუ მოკლედ ვინც იდეაში მიიჩნევა, რომ ტესტოსტერონის ნემსებს იკეთებს და უფრო მამაკაცური, უფრო ძლიერი, უფრო კუნთიანი და ესე ხდება, ერთ შეხედვით სინამდვილეში ბუნებრივად კარგავს ტესტოსტერონის წარმოქმნის უნარს და მისი სათესლე ჯირკვლები პატარავდება და კარგავს მამაკაცობას ნემსების გარეშე. შესაბამისად, ანუ ეგ ვერ ვიტყვით, რომ თქვა რაღაც ძალიან დადებითია, განსაკუთრებით ხანგრძლივად ვინც იღებს, ამიტომ მოკლედ მე მაგალითად არ მივემხრობოდი არანაირად ტესტოსტერონის მიღებას. ხო, კიდე არის ხოლმე ტესტოსტერონი რო გაიკეთოს ადამიანმა, ხმა თუ დაუბოხდება, არ დაუბოხდება. ძალიან მაღალი დოზები თუ გაიკეთა ცოტა შეიძლება შეეცვალოს, მაგრამ ეგ არ არის სასურველი ეგეთი მაღალი დოზები. ქალებში კი ანუ ქალებს დაუბოხდებათ, იმიტომ
ქალების სახმო იოგები არ არის შეჩეული ტესტოსტერონს ძალიან დაბალია ქალებს კაცთან შედარებით ტესტოსტერონი და იქ ტესტოსტერონის ინიექციებს თუ იკეთებს ქალი, მაშინ დაუბოხდება ქალს ხმა. კიდე არის ეგეთი ისა ვინაიდან აი გამელოტებას კაცებში იწვევს ტესტოსტერონი, მოდი დავთრგუნოთ ტესტოსტერონი და რა ხდება მაგ დროს, აი ფინასტერიდი, სოუპალმეტო არის ეგეთი ისინი საკვები დანამატი და წამალი, რომელიც გამოიყენება კი ნაშველის ალოპეციას, ან თმის ცვენას შველის, თუ რეგულარულად მიიღებს ადამიანი. უბრალოდ ის არის ზოგ კაცში დაახლოებით 2-4%-ში ლიბიდოს ამცირებს და კიდე რამდენიმე გვერდითი ეფექტია აქვს, ამიტომ ეგ გასათვალისწინებელია. თუმცა ჯამში ორივე ეფექტურია და ამცირებს თმის ცვენას. კითხვა იყო კიდე ზრდის ჰორმონზე. ზრდის ჰორმონი ეს სხვა ჰორმონია, ეს არ არის ტესტოსტერონი. და ზრდის ჰორმონი ასტიმულირებს ზრდას. განსაკუთრებით სანამ გარდატეხის ასაკში ადამიანი ფიზიკურად რო იზრდება, ეს არის ზრდის ჰორმონის დამსახურება. ზრდის ჰორმონის მიღებას მას შემდეგ რაც ძვლის ეპიფიზები დაიხურება, ანუ ძვალი გაძვალდება მოკლედ და ძვლის ხრტილები გაძვალდება, აღარ აქვს აზრი. ძვალი მე შეიძლება სისქეში გაიზარდოს, მაგრამ სიგრძეში აღარ გაიზრდება. ანუ მე ვერ გავიზრდები და კიდევ ვინც განცილდა გარდატეხის ასაკს ვეღარ გაიზრდება. ანუ ძვლის საზრდოები როცა დაიხურება, მოკლედ ადამიანის სიმაღლეში ვეღარ გაიზრდება. მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა ზრდის ჰორმონს. ზრდის ჰორმონს, გარკვეული ისე აქვს უპირატესობები, რომ ძვლის სიჯანსაღისთვისაა მნიშვნელოვანი, ენერგიისთვისაა მნიშვნელოვანი, რეგენერაციისთვისაა მნიშვნელოვანი. ზრდის ჰორმონის გამოიყოფა ღამე ძილისას. ამიტომ არის რომ ადამიანმა სასურველია რომ ეძინოს აი 7-9 საათი რომ ღრმა ძილის ფაზაში გამოიყოფა ზრდის ჰორმონის, ტესტოსტერონის. ზრდის ჰორმონი მაინც გამოიყოფა ჩვენ ორგანიზმში, ოღონდ ბევრად დაბალი დოზით, ვიდრე ხა გარდატეხის ასაკში. გარდატეხის ასაკში გვაქვს პიკი იმისთვის რომ ადამიანი გაიზარდოს სიმაღლეში, მაგრამ მერე გამოიყოფა მაინც მცირე ოდენობით რეგენერაციისთვის, ძლებისთვის, ენერგიისთვის. მაგრამ ზრდის ჰორმონის ნემსების გაკეთებას აზრი არ არის ზოგ შემთხვევაში რეკომენდირებული ჩანსვლებით თერაპია იშვიათ შემთხვევაში ძალიან, მაგრამ მასობრივად რომ ადამიანმა ზრდის ჰორმონი გაიკეთოს და რამე მნიშვნელოვანი ბენეფიტი მიიღოს, ამითი არა პირიქით, ანუ აქვს თავის რისკები, შეიძლება სიმსივნეების ზრდას შეუწყოს ხელი. ამიტომ არის რომ ზრდის ჰორმონის გარედან მიღება არ არის მაინც ის რეკომენდირებული. უმეტეს შემთხვევაში გარკვეული ჩვენებები აქვს იშვიათი ცოტა. და მესამე იყო კიდე ფარისებრის ჰორმონი, თიროიდ მასტიმულირებელ ჰორმონზე იყო საუბარი, თიროტროპულ ჰორმონზე იყო საუბარი, თუ FT3-მდე არ მახსოვს, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში, ანუ ერთი ხაზის ჰორმონებია ეგენი, რომ ჯამში არის, რომ ასტიმულირებს ფარისებრ ჯირკვალს და ფარისებრ ჯირკვალი ასტიმულირებს მე ჰორმონებს, ფარისებრ ჯირკვალის ჰორმონებს და ეგ აჩქარებს მეტაბოლიზმს. ეგ მაგისთვის არის. ანუ ფარისებრი ჯირკვალის ჰორმონები არის მეტაბოლიზმისთვის, ენერგიის წარმოქმნისთვის, პირდაპირ კავშირშია მოკლედ ენერგიის წარმოქმნა და მეტაბოლიზმი, ანუ პროცესები რამდენად ჩქარა ივლის ჩვენს ორგანიზმში პირდაპირ კავშირშია რამდენი ფარისებრი ჯირკვალის ჰორმონებთან პირდაპირ კავშირშია ამას. აი ეს არის იდეა. ხო, ეგეც განსხვავებულია ზრდის ჰორმონისგან და ტესტოსტერონისგან. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მაგალითად თუ დაკლებულია, ადამიანი იმატებს წონაში, იმიტომ რომ მეტაბოლიზმი მნიშვნელოვნად უნელდება. თუ აჩქარებულია, პირიქით გამხდარია, მადა არ აქვს, გულიც შეიძლება აჩქარებული კონდეს, ადამიანი ნერვიულია და ეგ არის ჰიპერთიროიდიზმი. ჰიპო არის, როცა ჰიპოთიროიდიზმი არის, როცა
პირიქით შენელებულია, სიცივეს ვერ იტანს და სულ ჩათვლილები დადიან, ჭარბი წონა აქვს, შენელებულია, შეკრულობა აქვს, ეგ არის, როცა ცოტა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი გამუშავდება, ნაკლებობა აქვს. ანუ მან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირდაპირ მეტაბოლიზმზე, რამდენი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი გამუშავდება. და ეს თირეოტროპულიც ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვალს. ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვალს, რომ გამოყოს ჰორმონები. თავისივე ჰორმონები გამოყოს, რომელიც მოქმედებს მეტაბოლიზმზე. აი ეს კავშირია. ხო, და აი სტიმულანტები ყველაზე ძლიერი ზრდის ჰორმონისაც და ტესტოსტერონისაც არის ვარჯიში, ძილი, ყველაზე მთავარი ეს ორია, წონაც. ასევე რაც უფრო მსუქანია ადამიანი, ნაკლები ზრდის ჰორმონი გამომუშავდება. იმიტომ რომ ჭარბი წონა თრგუნავს ზრდის ჰორმონის გამომუშავებას. რაც უფრო მსუქანი ადამიანი, ნაკლები ტესტოსტერონი გამომუშავდება, იმიტომ რომ თრგუნავს ტესტოსტერონის გამომუშავებას. ამიტომ მოკლედ ჯამში რა, თუ უნდა რომ კაცი იყოს კაცური, ანუ კაცურ და გულისხმობ რაღაც ქუჩური გაგებით, გულისხმობ ჩვენი ყოველდღიური გაგებით, რომელიც მასკულინურობა რაც ნიშნავს, არის რომ იყო ივარჯიშო, გეძინოს კარგად, ჭარბი წონა არ გქონდეს, აეგენია რაც ასტიმულირებს იმას ტესტოსტერონს, სქესობრივად იყო აქტიური. რაც ჯამში ეს ყველაფერი ერთად ასტიმულირებს ტესტოსტერონის გამომუშავებას და ჯანსაღად კიდე ზრდის ჰორმონის გამომუშავებას. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.